28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ გურჯაანში მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძრიდან ქალაქ გურჯაანამდე ლიტანიობა მოეწყობა. მამაოჟა სონგულაშვილის ინფორმაციით, საზეიმო მსვლელობა სადღესასწაულო წირვა ლოცვის დასრულების შემდეგ დაიწყება. პარალელურად ქუჩებს აკურთხებენ. მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მოგიახლოვდა მარიამობის დღესასწაული, ღვთისმშობლის მიძინება და თქვენ იცით რომ ყველა ტაძარში სადღესასწაულოდ სრულდება მსახურება. ჩვენ ამ ტაძარში, მთავარანგელოს ტაძარში გვაქვს გამორჩეული ერთ-ერთი მსახურებაც. მე უფე ექვთიმესგან ავიღეთ ლოცვა-კურთხევა, შაშანაც და წელსაც უკვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს სწრაფში მსმენელად წოდებულს მარიამობის წირვის შემდეგ ჩვენ ლიტანიობით შევასრულებთ ლიტანიობას, ლოცვით მსვლელობას შევასრულებთ ქალაქ გურჯაანში ფეხით მსვლელობით მრევლთან ერთად ლოცვით გალობით წავაბრძანებთ ესე მთავარ ქუჩაზე ამოუყვებით და შემდეგ ისე უკან ამ ტაძარში დავაბრძანებთ ამ ხატს. ეს მსვლელობა ემსახურება ლოცვითი მსვლელობა, რომ საქართველოს კეთილდღეობას, ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დიდებულებას და სასწაულებას ღვთისმშობლისადმი ყველას შეგვიძლია რომ შემოუერთდეთ ამ მსვლელობას, შეგვიძლია ეროვნული სამოსებით შემოუერთდეთ და ღვთის მადლით ვფიქრობ რომ ძალიან მადლიანი და კურთხეული დღე გვექნება ამ მსვლელობის დროს, იქნება ქუჩაში ნაკურთხ-წყლის ცხოვრება და დალოცვა მთელი გურჯაანის. ღმერთმა ინებოს რომ მშვიდობიანი და სიხარულის მარიამობა გაგვითენოს საქართველოს და მთელ მსოფლიოს.